არსებობს თემები, რომლებსაც საერთოდ არ უნდა ვწერდეთ, ან წერდეთ ძალიან ფაქიზად. ყოველთვის მნიშვნელოვანი არის როგორ წერ. ბიოლი ამბობს, რომ ჩარევა არის აუცილებელი და ის ასე ხედავს ყველა მოქალაქის და მათ შორის მწერლის როლს. სად გადის ზღვარი ტაბუსა და ცენზურას შორის? ცენზურა ამახინჯებს ლიტერატურას, კლავს ადამიანის მისწრაფებას თავისუფლებისკენ. მარკეტინგულად სწორი თემები თუ არსებობს წერისთვის, პირობითად სიყვარული. სიყვარული არის რუსთაველის თემაც, ჰაგიოგრაფიის თემაც და რომანტიკოსების თემაც. თავად თუ გქონია შეხება კომერციულ ლიტერატურასთან. ნებისმიერ ტექსტი არის კომერცია. როგორ უნდა მოახერხოს მწერალმა, რომ მისი ტექსტი თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ინტელექტის და ემოციური მზაობის მქონე ადამიანისთვის? ეგ ძალიან რთული ამბავია. დიდი ბეჭდის ხიდია და იშვიათი ავტორები ახერხებენ ამას. წერა ყოველთვის ასახავს ავტორის პიროვნულ ევოლუციას. არსებობს მეთიუ არნოლდის ბიოგრაფიული სკოლა, რომელიც ფიქრობს, რომ ავტორის ცხოვრება და ტექსტი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ანუ ორი გიორგი ხარ? ერთი ვინც ხალხურია პირად ცხოვრებაში და მეორე ვინც ძალიან მოწესრიგებულია კარიერაში. მე მგონი რომ მე ვარ ჭარბფიქრის ადამიანი, ჩემი უპირატესობაც არის, მაგრამ ამავდროულად ძალიან ტანჯველიც არის. ყველა მწერალი მასე არ უნდა იყოს. ჭარბი ფიქრიდან იბადება ტექსტი.